კახეთში სარწყავის სეზონი დაიწყო. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიორმა სიმბოლურად ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის წყალგამშვები ურდული გახსნეს. სარწყავს სისტემაში წყლის გაშვებას ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაცია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით განხორციელდა. მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მელიორაციის როლზე ისაუბრა. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს სამმართველობით აქტიურ მუშაობას. ეს ამ ახალი ობიექტის გახსნაზე ვიმყოფებით, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერების წარმატებით. ექსპლუატაციაში შევიდა ახლად რეაბილიტებული ლაკბის წყალსაცავი. მელიორაციაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განახლებული იყო წყალსაცავი და მოხდარიყო მისი რეაბილიტაცია. დღესდღეობით უკვე რეაბილიტირებულია მისი ტექნიკური ნაწილი, ეს იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობები თუ წყალსაცავიდან გამონაწილებელ ქსელამდე მიმყვანი მილსადენი. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1.8 მილიონი კუბი წყალი, რაც სრულად შეავსებს იმ დეფიციტს, რომელიც მიმდებარე სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ჭირდებათ ირიგაციის სეზონზე. მოგეხსენებათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის აგრარული მუნიციპალიტეტი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მოწესრიგება. რაც შეეხება ლაკბის წყალსაცავს, ეს წყალსაცავი შექმნის დაბადებით დებეთს, განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუგადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები გორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი. ეს წლები უკვე კარგად დაკმაყოფილდა მოსახლეობა, წყალი ნორმალურად მოდის, არხებიც იწმინდება, დემატ ახლა ეს ლაკბის წყალსაცავიდან მოდის წყალი და მოსახლეობა კმაყოფილია რა. როცა უნდათ მოსახლეობას შეგვიძლიათ რომ აქედან მივიღოთ წყალი. წყალი დიდი მნიშვნელობა აქვს იმით, რომ თუ მორწყამთ მოსავალ მივიღებთ უმაღლეს მოსავალს. გექტარზე მოხვა დაახლოებით 20-25 ტონა თუ მორწყამთ, თუ ვერ მორწყამთ 10-15 ტონა.